ვარ გაბრიელი ირემაძე 8 წლის. სწავლობ სკოლა იმედში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. 5 დღეა რაც თამაშობ მეს ჯორჯიაში. უფრო ადრე შევედი, მაგრამ გაცილებული ვიყავი და არ დავდიოდი. ახლა ჯანმრთელად ვარ და კარგად ვცდილობ თავს. ჯერ მოედანზე პოზიცია არ შემიჩევია და მასწავლებელი ვიცით. ისე მე მინდა ვითამაშო ნახევარდაცვაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია რეალი. მაგრამ ყველაზე უფრო მიყვარს საქართველოს ნაკრები. ნაკრებში მინდა ვითამაშო 8 ნომერი. მე კარგად გამოვდი სირბილი, მატაობა, შორი და დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს ახალო და დარტყმა. ჩემი მწვრთნელია თონიკე ბუკაძე. ახალგაზრდა და ცოტათი სტაფილოსფერით. ძალიან ხიარული და მეგობრული მასწავლებელია. ძალიან კარგად თამაშობს და დიდ პასებს იძლევა. პატარაზეც კიდე მატაობს გოლს არ იტანს, იმიტომ რომ ვაგი დიდია. მე რო გავიზრდები თონიკე მასწავლებელზე კარგად ვითამაშე ფეხბურთს. სახლში მაქვს 2 ბურთი და მესამე მოედანზე დავკარგე. თამაშობდი და შორიდან დავარტყი, უცბად გადავიქრიე და ბალახებში ჩავარდა. ბევრი მეძებე თუ ცოტა მეძებე ვერ ნახე. მე რო კარგი ფეხბურთელი გავხდე, მჭირდება 10 ბურთი. 4 წლის რო გავხდი, მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა გავხდე ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. მე მამა მითხრა სპაიდერმენი არ არსებობს. კიდე კარგი ცოლის მამა არსებობს, როგორც სხვა ქვეყანაში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშე 45 წლამდე. შეიძლება 50 წლიდან დავასრულო კარიერა. კარიერის დასრულების მერე გავხდები ბოქსიორი. ცხუბი ბავშვობიდან კარგად გამომდის. ჩემს ცხოვრებაში უკვე 40-ჯერ ვეცხუბე. ყველაზე მაგრად ვეცხუბე ჩემ მეგობარს და ძალიან გავლახე. ყველაზე მაგრად ვურტყავ თავს. მე ვიცი კარატეს ილეთებით. მამა ყავს ძალიან მაგარი და ის მასწავლის ცხუბს. თვითონაც ცხუბობდა, სანამ გავჩნდებოდი. სახში ცხოვრობ მე, მამა, დედა, ბება. მინდა ვყავდეს 2 ძმა და 1 და. ახლა მოწყელილი არ ვარ, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი მყავს. მეგობრობა არის შენ რო გიყვარს მეგობრულად. კიდე შენ რო კარგად ეთამაშები არ მიატოვებ სხვა საწახვალ და არ მიატოვებ, არ დაცინი, არ დააბულიგებ, არ დაარტყავ. მე ახლა მყავს 50 მეგობარი და 100 ვილა მყავდეს. მამიკო არის ძლიერი, მოწყუბარე, შრომელი, ყველაფერს რო უძლებს, რო დაგიცავს, ნელმეს რო არ მოუშვეს შენ სათხუბრად, შენ რასაც ეთყვი, იმას მოგიტანს. რო გაციებული ხარ, დედიკო არის პრაჭია, ლამაზი, ცივანა და თბილი. ბები არის, რომელიც ფეხით სიარული არ უჭერს, რაღაცებს კერავს, რო გაციებული რაღაცებს მიკერავს, თუ თბილად ვიყო. ძალიან მიყვარს ბები ესე წაი კარტოფილი და დედას გაკეთებული ბლინები. ისე ჩემი საყვარელი საჭველია ხინკალი. 5 თავისუფლად შეჭამ კუჭის გარეშე. არგნის ლავზე შემიძლია 6 ხინკალი შეჭამ. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ბორს. ახლა შეყვარებული არ ვყავს, იმიტომ რომ არ მინდა. იმიტომ არ მინდა რომ ჩაასხამებს ყველაფერს. თავს რომ მოვიყვარ, ვიქნები 32 წლის. შილებს დავარქვევ ანდრიას, მარის, ლუკას და მაქს. მე ასევე მიყვარს ცეკვა. 2 წელია ვცეკვავ ანსამბლებში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ახალი ილეთების სწავლა. ყველაზე უფრო გამიადვილდა ბუქნები. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემ ქორწილში ჩავიცვალ თეთრ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვა. ცოს თუ არ ეცოდინება ცეკვა, ვეცეკვები მეჯვარეს. ჩემი სკოლა მიყვარს ნახევრად. რომელი ნახევარი მიყვარს და ჩემი კლასელები და კვება. ჩემს კლასში ყველაზე ხიარულია საბა დარჩი. ყველაზე ჭკვიანი ანდრია კახიძე. ყველაზე შვიდია გოგოებიდან ანა, მაგრამ გადავიდა სკოლა. დარჩენილებიდან ყველაზე შვიდია ელისაბედ ანანი. ყველაზე ცერქია რეზი სალაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგალია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მარიამ დიესამიძე. იმიტომ რომ
არ გვიყვირის, გვიჩვევს ეზოში რომ წამოთ, გვათამაშოთ სპორტს, ბურთს გამოგვიტანს, სხვები მასწავლებელი არ გამოგვიტანს. ახლა მინდა 10 წლის ვიყო, რომ კარგად ვითამაშო ფეხბურთი და მაღალი ვიყო. ჯადოსული ჯოხი რომ მქონდა, ჩემ დეიდას გავაცოცხლებდი და ყველა ადამიანს უკდას გავხდით. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ნოდა დუმბაძის ძაღლი. მე რომ წერალი ვიყო, ტექსტს დავწერდი საქართველოზე. წინა მონაწილე დავიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ჰორმონი. ბედნიერება არის ოჯახზე ზრუნვა, ყველას ჩახუტება, ვინც გენატრება და ნახო. რამეს რომ მოგიტანა ძალიან გაგიხარდება, რამეს გაჩუქები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.